გამარჯობათ, მოდი დავწეროთ უკვე კონკრეტულად კოდი იმ მაგალითის მიხედვით, რაც წინა გაკვეთილში ჩვენ განვიხილეთ. მოდი ჩვენ დავწეროთ ჯერ ახლა ესეთი კლასი bank account. რა გვჭირდება ახლა ჩვენ ამ bank account კლასში? ერთი აუცილებლად დაგჭირდება ალბათ ცვლადი int ტიპის სავარაუდოდ, რომლის მნიშვნელობაც იქნება თანხის რაოდენობის ტოლი. და მოდი თანხა იყოს 100 ლარი ან დოლარი ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ასევე დავწეროთ მეთოდი ამ მნიშვნელობის მისაღებად და მას უწოდოთ getBalance. და ახლა დავწეროთ ერთი მეთოდი კიდევ withdraw, რომელიც უბრალოდ მოხსნის ამ ანგარიშიდან სასურველ თანხას. მას გადავცემთ იმ თანხის რაოდენობას, რა რაოდენობას გვინდა რომ გამოვიტანოთ ჩვენ ბანკიდან. გავიხსენოთ ახლა ბანკიდან თანხის გამოტანის წესი. პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ არის თუ არა ანგარიშზე სასურველი თანხა. ამისთვის წერთ if amount ნაკლებია ან ტოლია 100-ზე. ანუ თუ ეს რაოდენობა ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რაც არის ანგარიშზე, მაშინ შეგვიძლია განვახორციელოთ ეს თანხის გამოტანა. მაგრამ აქვე ჩავუწეროთ ესეთი რამ, როდესაც ანგარიშს ჩვენ შევამოწმებთ, უბრალოდ დავაძინოთ ეს ნაკადი დროებით, რომელიც ამ მეთოდს გამოიძახებს. სულ რაღაც 2 წამით. და ასევე ჩავსვათ ეს try catch ბლოკში. და როდესაც გაიღვიძებს აი ამ balance გამოვაკლოთ ეს რაოდენობა amount და უბრალოდ დავბეჭდოთ სტრიქონი. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ნაკადები, შესაბამისად დაგვჭირდება thread კლასიც. მოდი ამ გაკვეთილში კიდევ ერთი ახალი რამ ვისწავლოთ და ვნახოთ თუ როგორ შეიძლება აი ამ thread კლასის ობიექტი შევქმნათ და გავუშვათ ახალი ნაკადი ისეთნაირად რომ არ გამოვიყენოთ განებულ ინტერფეისის იმპლემენტაცია. ჩვენ უბრალოდ როდესაც შევქმნით კლასს, გამოვაცხადებთ რომ ეს იქნება thread კლასის შვილობილი კლასი და ამის შემდეგ გადავსაზღვროთ მეთოდს run. მოდი დავწეროთ კლასი და დავარქვათ მას person. ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ ახალ ნაკადის გაშვებას runnable ინტერფეისის იმპლემენტაციის გარეშე, ამიტომ უნდა გამოვაცხადოთ ეს person კლასი thread კლასის შვილობილ კლასად. ამისთვის წერთ extends thread. და გადავსაზღვროთ მეთოდს public void run. და ახლა ამ მეთოდში ჩავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ შეასრულოს ამ ნაკადმა. ამ person კლასის ეგზემპლარები იქნებიან სწორედ ანა და ნიკა, რომელსაც ჩვენ ძირითად პროგრამაში შევქმნით. მოდი აქვე გავაკეთოთ კონსტრუქტორით, სადაც მივაწვდით აი ამ ობიექტს მიმთითებელს აი bank account-ზე. და ასევე გავაკეთოთ ცვლადი, რომელიც შეინახავს აი ამ მიმთითებელს. ახლა run-ში დავწეროთ ესეთი რამ. უბრალოდ ვცადოთ თანხის გამოტანა რამდენიმეჯერ. ამისთვის დავწეროთ მარტივი ციკლი და აი ამ ციკლის შიგნით დავწეროთ bank account, აი ეს მიმთითებელი და გამოვიძახოთ ეს მეთოდი withdraw. და გადავცეთ რაოდენობა იმ თანხისა, რა თანხაც გვინდა რომ ჩვენ გამოვიტანოთ. მოდი მაგალითისთვის ეს იყოს 30. და ბოლოს შევამოწმოთ ახლა აი ამ ცდილობების შემდეგ ის თანხის რაოდენობა, რაც დარჩა ანგარიშზე. თუ ეს ნაკლები არის 0-ზე, დავბეჭდოთ ესეთი რამ. overdrawn. ხოლო თუ ამ ოპერაციების შემდეგ ყველაფერი რიგზე, უბრალოდ დავბეჭდოთ OK.
ვინაიდან ეს ორი კლასი უკვე გვაქვს ჩვენ, ახლა შევქმნათ სატესტო კლასი, რაც გვექნება main მეთოდი. ჩვენ მოდი შევქმნათ bank account კლასის ობიექტი. ეხლა შევქმნათ person კლასის ობიექტები. და კონსტრუქტორში მივაწოდოთ ეს ბანკის ანგარიში. და ეხლა უბრალოდ გავუშვათ ესენი. ვინაიდან ესენი თავისთავად წარმოადგენენ ნაკადებს. უკაცრავად აი აქ გამომრჩა ის დაწერა და მაგიტომაც არ დაკომპილირდა. ახლა ყველაფერი რიგზეა. ესშიც არ არის პრობლემა, მოდი გავუშვათ ახლა ეს ჩვენი პროგრამა. აი ჩვენმა პროგრამამ დაასრულა მუშაობა, თუმცა მგონი რაღაც პატარა ხარვეზი აქვს აქ. აი იმიტომ რომ კოდში აი როდესაც თანხა გამოგვიქვს ჩვენ ეს რაოდენობა უნდა შევადაროთ არა 100, არამედ მიმდინარე ანგარიშს. ამიტომ აქ უნდა ჩავწეროთ უბრალოდ ეს balance და არა 100. ასე არის უბრალოდ ამ ბალანსის საწყისი მნიშვნელობა. ახლა მოდი დავაკომპილიროთ ახლიდან და კვლავ გავუშვათ. ამჟამად გამოვასწორეთ უკვე ეს მდგომარეობა და მოდი აი აქ როდესაც ეს თანხა ნაკლები იქნება უბრალოდ დავაბეჭდოთ მოდი ეს რაოდენობაც რაც არის ამჟამად. აი როდესაც ერთი ეს ნაკადი დაასრულებს მუშაობას. იმ დროს გავუშვათ ახლა და ვნახოთ ახლიდან. აი როგორც ხედავთ, მაინც დაირღვა, ანუ ჩვენმა პროგრამამ არ იმუშავა და ეს ანგარიში ჩამოწდა 0-ს და გახდა -20. მოდი კიდევ ერთხელ გავუშვათ. და ამ შემთხვევაშიც კვლავ ცუდად იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აი აქ თანხის გამოტანის დროს ვამოწმებთ თუ არ არის შესაბამისი თანხა ანგარიში, ჩვენ უბრალოდ არ გამოგვაქვს თანხა და არაფერს არ ვაკეთებთ. მაგრამ მაინც მოხდა დარღვევა. რაში არის ახლა საქმე? როდესაც ჩვენ ორი ნაკადი გავუშვით, მოხდა ესეთი რამ. შემოვიდა ერთი ნაკადი აქ, შეამოწმა, ყველაფერი რიგზე არის და შემდეგ უბრალოდ დაიძინა ამ ნაკადს. ამ დროს შანსი მიეცა სხვა ნაკადებს ჩვენ პროგრამაში რომ ამუშავებულიყვნენ. შესაბამისად ამუშავდა მეორე ნაკადი და დაიწყო იმან მუშაობა. ისიც მოვიდა, შეამოწმა თანხა ამ ანგარიშზე, ნაკლები იყო, წავიდა კვლავ დაიძინა. როდესაც ახლა ჩვენმა პროგრამამ განაგრძო მუშაობა და პირველი ნაკადი ისევ ამუშავდა, ეს გამოფხიზლდა, დაუბრუნდა თავის მდგომარეობას, გამოიტანა ეს ანგარიში. მაგრამ როდესაც უკვე ეს თანხა ჩამოწდა შესაბამის რაოდენობას, აი ამ amount-ს, მაინც მოხდა და ამ ჩვენმა პროგრამამ გამოიტანა თანხა ამ ანგარიშიდან და ჩამოვედით -20. ეს მოხდა იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აი აქ შემოწმება გავაკეთეთ და შემდეგ დავაძინეთ ეს ნაკადი, მოვიდა ის მეორე ნაკადი და შეუცვალა აი ამ ობიექტში აი ამ ცვლაც მნიშვნელობა და გამოაკლო. ხოლო როდესაც ისევ ეს აქტიური ნაკადი ამუშავდა და დაუბრუნდა მუშა მდგომარეობას, იქ უკვე შეცვლილი მნიშვნელობა წერია, თუმცა მას წარმოდგენაც აღარ აქვს ამის შესახებ და ამიტომ გამოაკლო მისთვის ასურველი რაოდენობა. რის შედეგადაც მივიღეთ ის რომ ჩვენს ანგარიშზე ბოლოს დაჯდა -20. როგორ უნდა ავიცილოთ ახლა ეს თავიდან? ჩვენ უნდა მოვახერხოთ რამენაირად, რომ აი ეს პროცესი, რაც ამ მეთოდში წერია, იყოს ერთი მთლიანი პროცესი და ყველა ვარიანტში აუცილებლად შესრულდეს თავიდან ბოლომდე მიმდევრობით. გახსოვთ ალბათ წინა გაკვეთილში, როდესაც ლოგზე ვსაუბრობდით, ბოქლომზე და მის შესაბამის გასაღებზე. ანუ როდესაც მოვა რომელიმე ნაკადი და ნახავს აი ამ bank account კლასის ობიექტს და შეხედავს რომ თუ მისთვის გასაღები არსებობს, ის აიღებს ამ გასაღებს და ამის შემდეგ სანამ ეს მეთოდი არ დასრულდება და ეს ნაკადი არ დაასრულებს ამ ობიექტთან მუშაობას, მანამდე ვერც ერთი სხვა ნაკადი ვერ მიადგება და ვერ გამოიყენებს ამ ობიექტის აი ამ მეთოდს.
როგორ მოვახერხოთ ახლა ეს? ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენ ძალიან მარტივად, უბრალოდ public-ის შემდეგ დავწერთ სიტყვას synchronized. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი სხვა ნაკადი ვერ გამოიყენებს ამ მეთოდს იმ დროს, როდესაც რომელიმე კონკრეტული ნაკადი იყენებს. მაშინაც კი თუ ეს ნაკადი დავაძინეთ ჩვენ და არაფერს არ აკეთებს. აი ამით ავირიდებთ თავიდან იმას, რომ აღარ ჩამოვალთ -20-ზე და ჩვენი პროგრამის ქმედება იქნება უკვე კაცრად განსაზღვრული. ასევე აღვნიშნოთ ისიც, რომ არა მარტო ამ მეთოდის, არამედ სხვა synchronized მეთოდების გამოყენებასაც ვერ მოახერხებენ სხვა ნაკადები. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს bank account კლასი და ნახოთ ახლიდან. და აი მართლაც ყველაფერი რიგზე არის. ჩვეულებრივად მოხდა სამჯერ ამ თანხის გამოტანა, მართლაც ჩვენ ვითხოვთ რომ გამოვიტანოთ აი ეს 30 ერთეული, ერთხელ გამოვიტანეთ, მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერ უბრალოდ ვეღარ გამოვიტანეთ და მართლაც სამჯერ მოხდა აი ეს გამოტანა თანხის და ბოლოს დაიბეჭდა რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენს მაგის ანგარის პრობლემა არ აქვს. მოდი კიდევ ერთხელ გავუშვათ და კვლავ დავრწმუნდეთ თამაში. აი მართლაც ყველაფერი რიგზე არის და ჩვენმა აი ამ synchronized სიტყვამ, რომელიც დავუწერეთ აი ამ ჩვენ მეთოდს, იმუშავა და სწორედ ის პრინციპი ამოქმედა აქ, როდესაც რაზეც წინა გაკვეთილში საუბრობდით, ანუ ერთი ნაკადი აიღებს გასაღებს, შეინახავს თავისთვის და სანამ აი ამ მეთოდს არ დაასრულებს, სანამ აი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არ დასრულდება, მანამდე ვერც ერთი სხვა ნაკადი ვერ შეძლებს მის გამოძახებას. შესაბამისად, არც ეს მნიშვნელობა არ შეიცვლება და ყველაფერი იქნება ნორმალურად. ეს გაკვეთილი ცოტა გამიგრძელდა, თუმცა ვთვლი რომ ძალიან საჭირო და აუცილებელი არის ამის ცოდნა. დროებით დავასრულებ ამ გაკვეთილს და შემდეგ გაკვეთილში აუცილებლად გავაგრძელებ ჩვენ ნაკადებზე საუბარს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.